გამარჯობა, მე ვარ მაჩვი და დღეს ვილაპარაკებ ბასის პრეამპებზე. უფრო კონკრეტულად, ახლოდან გავიცნობთ MXR Bass DI+. პირველ რიგში გეტყვით, რომ ბასის პრეამპი ერთ-ერთი პირველი საჭიროების პედალია ბასისტისთვის, განსაკუთრებით თუ პასიური ინსტრუმენტი გაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ პრეამპის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ სიგნალი და ასევე სიხშირულად გავასწოროთ ჩვენი ტემბრი და მივიღოთ ის ხმა, რომელიც მოგწონს. ეხლა ახლოდან გავიცნოთ ეს პედალი. რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა სახის პრეამპები არსებობს, უფრო მარტივი და უფრო მეტი საშუალების მქონეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული მოდელის მაგალითზე გეტყვით, რას აკეთებს. ესე იგი, გვაქვს ჩართვის ღილაკი, რომელიც აქტიურებს, როგორც თქვი, ხმის მარეგულირებელს და ეკვალაიზერს. აქვე ხმის მარეგულირებელთან არის პატარა ღილაკი, რომელსაც color აწერია. ამ ღილაკზე დაჭერით აქტიურდება კონკრეტული პრესეტი და უკვე იმ პრესეტის დამუშავება შეგვიძლია ეკვალაიზერით. მეორე ღილაკით აქტიურდება დისტორშენი და ეს 4 მარეგულირებელი გვაძლევს საშუალებას, რომ ის ხმა დისტორშენის ხმა გავასწოროთ. აქვე გვაქვს პატარა ღილაკი noise gate-ის და აქვე გვაქვს პატარა ღილაკი phantom-ის და ground-ის. რაც შეეხება input-ებს, გვაქვს შემავალი TS ჯეკს რო ვეძახით, ჯეკის შესაერთებელი, გამომავალი ჯეკი და გამომავალი XLR-ი, უკვე ბალანსირებული სიგნალისთვის. ამასთან ერთად ჩვენ XLR-ის output-იდან შეგვიძლია კვებაც მივაწოდოთ 48 ვოლტი მიქსერიდან ან ინტერფეისიდან Phantom-ის ჩართვით. მაგის გარდა Phantom-ის კვებისა ეს პედალი მუშაობს 9 ვოლტიანი ადაპტერითაც და მუშაობს ელემენტზეც, რაც ძალიან კარგია. ეხლა გაჩვენებთ ჩემ პრესეტს, არ ვიცი, იმედია რაღაცნაირად კარგად ჩანს. რა პრესეტს ვიყენებ ხოლმე მე და გაჩვენებთ ვერსიებს ჩართული, გამორთული, დისტორშენით და ასე შემდეგ.